ხორცლება იმიტომ დაიბრალა, რომ სინამდვილეში ჩემზე უნდა დაეთქვა და შეეშალა. აქ ხართ, უკაცრავად გავითი შეუცებ. ისევ იმაზე ვფიქრობ, რატომ დაიბრალა ქეთი ჩემი გაფუჭებული საქმე და რატომ გადამარჩინა მამამისის რისხლოს და უკვე მე რამდენად ცემას. 1000 აზრი მიტრიალებს. არა, მართლა 1000 აზრი მიტრიალებს, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა ვერ ხვდები. ხო, კინაღამ დამავიწყდა. გიორგიზეც ვაპირებდი რაღაცის თქმას. ალბათ გახსოვთ თამუნამ Facebook-ზე ქორწილის სურათებში გიორგი და მაიკო ერთად რომ ნახა. ანუ ახლა გიორგი მაგარ შარშია. ნახოთ რა მოხდება. ჭურჭელის გავრეცხე, საუზმე მომზადებული მაქვს. ეხლა მთავარია, რომ თამუნა არ გავახვიცო, თორე ახალგაღვიძებულზე უფრო განერვიულებული იქნება და უფრო მეტად შეიძლება მეჭხობოს. რა ვაკეთო ახლა? კაი. ეს კატარა ამის დედავადია. არა და ეხა ლეკვი რომ მომეყვანა რა? ეგრე ხო არ იქნებოდა რა? მართალია თამუნას და გიორგის ზაღლი რომ მეკიდათ, აი ასე მოხდებოდა. აი ვერ ვარ რა ეს ჩუმად რა. ხო არ ჯობია ჩემი მომზადებული. ეს საუზმე თამუნა შეუტანო და ისე გავახვიცო. Cicca! Cicca! Ja, თამუნასთვის კი არა, კატასთვის გამომივიდა სურპრიზი ამის. აი, თამუნამ გაიღვიძა. დიამშვიდობისა თამუნა. არი ამ მოპარაკები გინდა საუზმე მოგიმზადო ჩემი გაკეთებული. ჰა? ისე რა? ხო, ვიცი რომ მარტო ამ საუზმით ვერ გამოვისყიდით ჩემ დანაშაულს. და ამისთვის სადილიც გავაკეთე ვახშამის და ხვალინდელის საუზმეც. ნახე? მითი. თამუნა მოდი რა დავილაპარაკოთ რა ამ ქორწილის ამბავზე რა. აი მე რასაც აცილოდ გაერღვა ხო ბიჭის მეჯვარე შარვალი. არა მაგაზე კი არა. არა ისე მართლა რასაც აცილოდ გაერღვა. ისე მეც მინდა და გიორგი შენთან ქორწილის ფოტოზე ლაპარაკი. ხო. ჩემი ნათესავის ქორწილში გიორგი.
დაკუჭული პერანგით რა მიგიყვანა? გეთქვა და გაგიუთავებდი უცებ. მაბატე, შენ თავში ვიცი ხა 1000 აზრი გიტრიალებს, მაგრამ მოკლედ მე მზად ვარ შენ ყველა კითხვაზე გავცე პასუხი. ხო? კი. ისლანდიის დედაქალაქი. რა ისლანდიის დედაქალაქი? არა, ხო მითხარი ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხსო. მიდი, აბა ისლანდიის დედაქალაქი მითხარი, აბა. თამუნამ, მოკლედ აღარ შემიძლია რა. ან მეჩხუბე, ან შემირიგდი. აი რა კარგია რომ მესამე ვარიანტიც არსებობს, გიორგი. რა? ტელევიზორის ყურება. არ გავიდა ეს 20 წუთი? ნერვი 20 წუთი გავიდა უკვე. საიდან მოაფიქრე ახლა ქალის ამოღონა აქ. ან ჩვენ როგორ ვიგავასარით? შენი ბრალიასო. რა ჩემი ბრალია? დიახ. ო, აღარაპირებელ წასვლას ნეტა. ეხლა დაურეკავ ნიკას და ვეთქვი რომ წავიდეს ის გოგო. ის გოგო რატომ უნდა წავიდეს კაცო? ნიკა წავიდეს ის გოგო დარჩა. არა, ვერ გამიგია რა, რატომ უნდა ვიყოს საკუთარ ტუალეტში ჩაკეტილი 2 საათი? ისე თუ კარგად გაიხსენებ, ადრე უფრო დიდი ხნით წიგედებოდი ხოლმე. მამუკა, მაშინ ვიყავით 13 წლის ჯერ ესეთი და მეორეც კიდე ჩემი საკუთარი ნებით ვიკეთებოდი. გავაკეთო ახლა. რა გავაკეთო გასა? მომბეს და სკვილების გახეხვა. 5 ჯერ გავიხეხე. მე ეს უკვე ხილები. იადექი დამსვი რა, დავიღალე რა. დამსვი ხო ჩემი ჯერი. ოუф, როგორ მესიძღება ეს გამთბარი უნიტაზი რა. რაღაც ესეთი შეიძლება მაქვს თითქოს. აი, სანგარში ვარ რა. მამუკა, არ არის ხო თათ ეგეთი პატარა არ არის ჩემი საქმე. არა, მაგით კი არ მომკაცო. უბრალოდ აი თითქოს სანგარში ვარ. ახლა გავიდე, გარე და უნდა დავხოცორივე. რა უნდა და რა ნიკას, რატო ამოიყვანა აქ რა? თავისი საქმე ხო აქ არა? ან იმ გოგოს რა უნდა და რომ მომადგა აქ? წავიდნენ სადაც უნდა და გააკეთო. ყოფა ახლა ელაპარაკე, ვიცი საერთოდ ვიქავს. გაჩენს რომ მოხდება ეს. ეჩვენეთ ხან ცოტა რა. მოდი აქ. მოდი აქ. აი ამ ხმებს რა გავუყოთ ერთი რა. რა ვიცი, წყალი მოუშვი და გადაფარებ. არ შველის. არ ყოფნის. ნუ მაშინ ბარე მეხსია და ეგეც მიაშველება და იგი. რა არის რა ვინ წერს ამდენ მესიჯებს რა უბედურებაა რა. გიჯდება გიორგი, რით ვერ მიხვდი? ხო, შენზე გაბრაზებული ვარ. ვიცი. შუა ოთახში როგორ მოფსე? ეგრე მოიგონე მელოდის მოფსე. შუა ოთახში, კატას ელაპარაკები? ხო, თამნა. ისე რამდენი საერთო ყოფს არა მე და შენ? აი, კატა ისე შემიყვარდა რომ გაგიჟდები. გიორგი, შეგიძლია გულწრფელი იყო ჩემთან? აი მე რა თქმა უნდა შემიძლია. ესე იგი გულწრფელი იქნები კი ხო? რა, კი, გულწრფელი ვარ. აი რო ეტაკნენ ამ პეტოს და გამომიგდეს იქიდან. შენი აზრით უფრო უარესად იქ არავინ არ ცეკვავდა? თამნა, რა გჭირს რა მოვიდა მართლა ყელში რანაირად იქცევი ვერ გავიგე. რანაირად ვიქცევი? ჩვეულებრივად ვიქცევი გი. ხო და ჩვეულებრივად არ უნდა იქცეოდი, ან უნდა მეჩხუბებოდე, ან ხელებს უნდა მერტყავდე, ან ფეხებს, ან კიდევ რა თეფშებს ისროდე. არა ის მსგავს არ ვაპირებ გიორგი. მოიცადე. ესე იგი რა გამოდის რომ ჩემგან არაფერს არ ეთხოვ? არა, რას უნდა ვითხოვდ? წავიდე სამსახურში? წადი. კარგი. გიო, რაღაცები მოგიმზადე და ბარემ წაიღე, ხო? მართლა რა საყვარელი ხარ? რა, ეს რა ჩანთებია, თამ.
აი შენი ნივთებია გიორგი და მინდა რომ ამ სახლიდან სხვაგან გადაიტანო Ali მოგიტანე ცოტა ხანს წავალ ხო გარტყათ. არის ის მეტი რა გვაქვს ბიჭო აქ. სხვანაირად შემოგიტანე. ერთადერთი. მამუკა, მოდი. მოდი აქ. ბიჭო, მე მგონი გავართ ერთმანეთს. იას ლაბ, რა გავართ, შეხედე მე რანაირი წარბები მაქვს, შენ რანაირი. რა? არა, რა სერჩი ხო, ჩემ წარბებს ვერ ხვდები. ისეთ ცოტა აწევა არ აწყენდა კი, მაგრამ ესეც კარგია. მე ჩემი ცხვირი მოწონს. აი ჩემი სახის ნაკვთებს უხდება, ნახე. ცხვირი? აი ეს აწეული არ მომიხდება და. აი ეგეთი გადაჭრით ნუიტყვი მაინც მამუკა. მაგაშიც არის რაღაცა საინტერესო ესე აწეული. კარგია. შენ ეს ნიკასია ხო ის კრები? ხო? ხო? ანკურებს მოშებულ კანს. ხო. არა, მამუკა, არა, ეგრეა. ჯერ ხელზე უნდა მოსინჯო, მერე უნდა შეიზილო. ეგრეა. აი ეს. ნახე, დაამკვრევა, აი. გაგიმკვრევებ ახლა. ეს არა ბიჭო. რა? შამპუნია ეს, ა? ხო, ეგ ჩემი შამპუნია, თმის სვენისა და დაანები თავი. აცვენს? დამცინე. ის რა არის? აი ეს რა, ამითი როგორი ვარცხნი აქ? აი ამითი როგორი ვარცხნი მამუკა? ულვაშისაა ბიჭო ეგ. შეკი ულვაშის სავარცხნიც გვაქვს. დიახ, გვაქვს. შენა და დიდხანს რო არის ვარცხნი, მე დიდი ხნის მე რო დაივარცხნი წიწმის ხოლმე. საცილოდ გვაქვს საქმე ზუსტად, ხო? იმას მაინც თუ ხვდები რომ თელეგრამი აქედან შეიძლება ვერ გავიდეთ და აქ მოგიწევს დაძინება. ან აბაზანაში ან უნიტაზე. აუ, რა საშინელება იქნება დამჯდარი ძილი? საშინელება არ არის ხა. ნაწილში ვარ ხოლმე ხშირად ვძინავს ეს დაждობით. ხო და ძალიან კარგი, უნიტაზე შენ დაიძინებ, მე აქ დავიძინე. აქ თუ კი არ მეკრა ბიჭო. არა, ჩემი ადგილია. გადი დაჭიქი. ნუ გეშინია ფისო შენ მე შენ არაფერს არ მოგაკლებ მე ძლიერი გოგო ვარ შენ ვერც იგრძნობ რომ უმამოდ გაიზრდები ხამუნა მოვედი სათხარ აი ხამუნა რა გჭირს როგორ ხარ როგორ ვიქნები ქეთი ისე როგორც ჭეშმარიტი ქმარზე ნაჩხუბარი ქალი და გაგამხიარულებ. ითხარი მოიფიქრე ამის სახელი? გოგო ვერა, ჯერ თავიდან მინდოდა რომ გოჩა დამერქმია ჩერტკოს. ხო, თან ესეც დადის რა. მე რომ ვიფიქრე პეტოს დავარქმევ თქო, მაგრამ გამოაგდეს გოგო ცეკვან ვარსკვლავიდან, თან ბიჭის სახელი არ უღდება, გოგო მყავს ეს და მოკლედ ფიქრობ რა. კაი, მიდი ხა შენ მომიყევი, შენ და გიორგის ამბავი. მე იცი რა მოგიტანე? რა? აბა თუ გამოიცნობ. აუ, პური ჭურჭლის ჟელე და ფქვილი? არა, რატო? რა ვიცი, არ მქონდა და ვიფიქრე ამ მოაყოლებს თქო მაგრამ. არა, თამუნა, კონიაკი. შოკოლადი და მეორე კონი. აუ, დავლიოთ, რა მაგარია, ქეთი დავლიოთ. მიდი შენ ჭიქები გამოიტანე. გამოიტან ჭიქები. ოღონდ დიდი ჭიქები გამოიტანე დღეს სამაგრა უნდა. მოიცა ეხლა არ მითხრა რომ წასულია უკვე ის გოგო. კი, კაცო, რამდენი ხანია დილოსა და 6. რატო არ გითხრა? აუ, ზურა, ხოიცი როგორ მიყვარ შენი ლოგინი რა, რაღაც ფუმფულარი და მე ამას გავაფუმფულებ და გიმაყვა. მოიცა, 6 საათზე ვერ წავიდოდა. იმიტომ რომ 1 საათის წინ დავაპირე გამოსვლა და გოგოს ხმა გავიგე და უკან შევბრუნდი. ხო, მივხვდი რომ გამოსვლას აპირებდი და მე ვკნესოდი. ეხლა ამას ავაკნესებ მე რა. მოიცა ეხლა რა გამოდის რომ ბოლო რამდენიმე საათი ტყუილად გვაყურყუდე ბიჭო? იცი რა, მადლობა მითხარი და კიდე მალე გამოგიშვით რა. ტუალეტში უნდა იმ გოგოს და არ უშვებდი და გაიქცა, ბოლოს ვეღარ ვითვენებ. სულელია ეს რა. ურა საშინელი ღამე მქონდა რა.
ეგეთ საშინელი ცხოვრებაში არ მქონია. ისე მციოდა, რომ ყოველ საათში ერთხელ ბანავდი და იმდენჯერ ვიბანავე, რომ 2 თვე ბანაობა აღარ დამჭირდება. აი, დანგრეული ვარ. აი, ყველაფერი მткиვა. თელეგრამი ამ მონიტორზე დომის ვაი. მე სულ დღეში ვიყავი ძალიან რა. ვიცით როგორ მინდოდა იმ გოგოსთან და ჩხაპის მიღება? ნიკა. საერთოდ თელეგრამი ფიქრობდი ჩვენზე? ზურა, ეგეთ დროს რო თქვენზე ვფიქრობდე, ხო ჩვენ მეგობრები ვეღარ ვიქნებოდით. იხე, რამდენჯერმე გავიფიქრე, ახლა გავა და ორივეს დავსჯი მეთქი. მაგრამ მე რო გამოვიხედე, ნიკა უკვე ჯიდა იმ გოგოს და ამის დაჭა მე არ მიგონია. არა, ის რატო არ გახსოვთ როგორ ვიზრუნე თქვენზე, ა? წავიდა? არა, აუ, ამას წავიდა, რა მჭირდება აი რა. არ წავიდა კიდე? აუ, ბოდიში რა. ეხა მივხვდი რაც ჩავიდინე. აუ, ზურა ბოდიში მამუკა გეხვეწებით, მაპატიეთ რა. კარგი, ხო, კაი, დაწყნარდი, არაფერი ისეთი არ მომხდარა. როგორ არაფერი ისეთი არ მომხდარა, ზურა, თქვენ თელეგრამი იქ იყავი, ჯაკეტილები მე კიდე აქა. კარგი, ხო, პატიოთ კაცო, გაჩერდი ახლა, გიყოფა. თქვენ კი პატიობთ მამუკა, მაგრამ მე როგორ ვაპატიო ეხა ჩემ თავს? აი, როგორ ვაპატიო ჩემ? მე რა გავაკეთოთ, როგორ დავაწყნაროთ ახლა ეს? აი, ზურა, ხვალ, კიდე ერთ გოგოს ამოვიყვან და დავწყნარდები, მართლა. ახლა არ მეძებნებოდეს, მაგრამ დაგაწნევდი მე შენ. აი, ერთი გოგო რა, ერთ საათი. თუ შენი დასაძინებლად ესე მონიტორზე. ადეგე ხო? ადეგე ხო? დღესვე გადახვალ ნიკა. ხო ხედავ რა, ამდენი ადამიანი ამ სახში ვერ ვეტევით. მე ვერ ხედავ და ვინც ხედავს, იმას შეუძლია გადავიდეთ. შენ ჯობია შენი კრემები ჩაალაგო. კაი რა ზურა. მართალია, გაგონა წახვიდე. ო, მართალია და შენს გაღები უკან. ჰა? რა? რა თქვი? რაც გაიგე? ვერ გავიგე. კარგად გაიგე. ვერ გავიგე, კაცო, რა გინდა? რაც გინდა ხო გესმის? მე ხო გაიგე. რა გინდა, კაცო, შევგარ? არაფერი. ვაფერი და იღავ ჩუმად, ხო? და გაყევი. ისენა გავხა ბიჭე. ვიტანიკას. ჩემათელა, ჩაქცევ ახლა ხო შენა. არ მინდა. მე უკვე დამოუკიდებლად ვცდილობ 9 მეტრზე ზევით ცხოვრებას. მეჩვევი. მიდი, გამომართვი? როგორია ზევიდა რო გიყურებ, კაია? თამნა. მიდი ბარემ ისიც წამოიღე რა. ის. ის. აუ, ბოლომდე ხურდებით. თამნა. მოდი ამ ჭიქით. მოდი. კაცებს არ გაუმართოს. კაი სადღე გზელოქეთი, სრულიად კაცებს და ერთ ქალს მაიკოს. ვა, ყოჯახ რა, თვილად იტან. გოგო არ გახსოვს სტუდენტობის დროს სულაც რო გავხდი ერთხელ რომ დავლიე ბევრი. რომ მოვიწამლე, მე ორი კვირა საავადმყოფოში რომ ვიწექი. იმის მერე რომ სვა გვიან გრძნობ ხოლმე. თამნა. დღეს სამაგრა უნდა დავთრეთ. აუ ძალიან, აი იცი როგორ ქეთი. გახსოვს ერთხელ ქობულეთში რომ დავლიეთ ძალიან მაგრა და გიოს და ზურას რომ გავეპარე დისკოტეკად. ხო, მახსოვს ეგ დღე. სახლში რომ ბრუნდებოდნენ, ზუსტად ასე გამოიყურებოდნენ. მოდი.
აუ და ძალიან ცუდი გემო რა. მიდი რა გულს გადავაყოლებთ რა მიდი. კაი, გულს თუ ვერ გადავაყოლებთ, დავირევთ მაინც. მართალი ხარ? ჩვენ გაგვიმარჯოს, არა, თამუნა. ძალიან ცუდი გემო. აუ წარმოიდგინე რა რომ მოუშვიო კანი და ისხი წყალი და ის დალიე. რა. კაი, წყალი. წყალიო რომ მითხარი მტკვარი წარმოვიდგინე. კეთი. მე მგონი დროა. აუ თამუნა ვადახო არ ეკნება გასული. მე არ მგონი. აუ ისი კი აქვს ეს გაცვეთილი უკვე ის ვადის ადგილი, მაგრამ არ მგონია, კაი, არ ეკნება. მე კეთი. 5 ღერი გადარჩო ბერდებით. ეს სიგარეტი თამუნამ და ქეთიმ სკოლის ბანკეტზე იყიდეს ჩუმად და იმის მერე თამუნა სახლში საგულაგულოდ ინახოს და შიგადაში გეწევიან. გოგო იცი რომელი ბიჭი მევასება? ხიარული ოქტაგონის წამყვანი ბიროარია. რომელი მაღალი? ვაი მე მგონი შენ მოვიდა. ვაიმე. რაღაც უნდა გითხრა. აბა? კონი არ სულა თუ? რა მაგარია მოციოთ რა. დაიჭირე რა. ერთხაზე რომ მაინც დაიჭირო ცოტა. ვა, რობერტ, ფო. ვა, თოკო, რა შვები, როგორ ახარე? შემო რა კარშით გეხართო? რანაირად ლაპარაკობ? რა არის ახლა არ ვაბაზრებ, აქ ქუთაისელი რო არ. მეზობლემა რამე უშნოდ არ თქვა და. რა მოგიყვანა, აბა რა საქმე გაქვს? ბიჭო, რა მომიყვანა და თამამ გიო ხო გააგდო სახლიდან რა? ეძები ვერსად ვერ ვიპოვე და ვიფიქრე შეიძლება რობერტთან იყოს მეთქი, მაგრამ აქ გიო ვერ დაეტეოდა და შენთან არ არის ხო? არა, ხა, აქ რო იყოს ვერ დაგიმალავდი. ცოტა ხი უფრო დაიმალება გიორგიში ვიდრე გიორგი ამათაც. შენა და აქ ცხოვრობ ესე იგი ხო? ხო, სტუდენტური საცხოვრებელია და ასლანად მაქვს ნაქირავები. ეს არის სტუდენტური საცხოვრებელი? და აუზი სადაა? რა აუზი? სადა აუზი? აუზი არა? და ლამაზი გოგოები სად არიან? სად არიან ლამაზი გოგოები? რანაირი სტუდენტური საცხოვრებელია ლამაზი გოგოები თუ არ არიან? რანაირი და ცუდი. ცუდი? ვა, ცუდი სტუდენტური საცხოვრებელი. მაგარია შენ აქ რატო ცხოვრობ? სადმე სხვაგან ვერ იქირავებინა? რა ვიცი, ხა მეტი საშუალება არ მაქვს და ამის ფულსაც გიორგი იხდის. გიორგი იხდის? ხო. ვა, ეგ არ ვიცოდი. არც გიორგი არ იცის. ეგ როგორ? როგორ და აქ ქირის ფულს მიგზავნის მამაჩემი. მამაჩემს ახლა ბიძაჩემი აძლევს ამ ფულს, იმიტომ რომ იცის მამაჩემს რო არ აქვს საშუალება და თავის მხრივ ახლა ბიძაჩემის არაა მაინც და მაინც შეძლებული და მამაჩემისთვის მისაცემ ფულს ართმევს თავის ბიძაშვილს. და ეს ბიძაშვილი არის გიორგის დეიდაშვილი და გიორგისთან მიდის ხოლმე ფულზე და ეგრე რა. გიორგი მიდის. გასაგებია ხო? ხო, გადა შენ ფასიანზე სწავლო? რა ფასიანზე? სადა მაქვს მე მაგის ფული? უფასოზე ვსწავლე. ვა, ცუდია. შენა და მოიცა რა სტუდენტი გახდი აქ ცხოვრობ? არა ხა თავიდან 1-2 თვე ქუთაისიდან დავდიოდი. მაგვიანდებოდა. ლექციებზე ხო? არა, კურსზე. კაი მითხარი რა. აუ დამავიწყდა.
რამაცინებს ქეთი რა დამემართეს ესე იგი მაიკოს ვერ მეგობრებოდი მე ის თურმე ის გოგო აღმოჩნდა ისედაც გიორგი მიღალა და აი მეტირება რადგან თვალი რა მეცინება თამუნა დამიტოვე რა არი კიდე ვიცი მამაი მომწონს რა გეუბნები დამიტოვე ქეთი რა გოლებს უშვებ მაბა ნიდი ნახე რა ყავდა შენ გეომეტრიაში გეომეტრია ეხა მითხარი რას ხედა უცნაურს უცნაურს ხედავ იმას რომ 10 თითის მაგივრად გაკოცი 40 მე მეგული მერევა ვაი მე მართლა უი გადამიარა აბა უცნაური აი ნეკათიცი და არაციცი გაღუნული გაქვს არა როგორ არა სხვას რას ხედა უცნაურს უი მეჭეჭი მეჭეჭი კი არა საქორწილო ბეჭედი აღარ მიკეთია აღარ ხო ქეთი ცოტა ავწდი რა მეჭეჭი ბეჭედი რა თამნა რაღაც მინდა რომ გითხრა მინდა რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყო შენ აბა გახსოვს გამოსაშვები საღამო ქონა რა უნდა გეცეკვა მოსაწვევები რომ მოგვეცი შეუდარებლად რომ ვიცეკვე ჩვენ არ მოსულართ დაგვეზარა ვიცი მაგ დღეს გოგო ფეხი გადამიტრიალდა ვაფშე ვერ ვიცეკვე და რომ გამოვედი და რომ შეუდარებლად იცეკვე შეუდარებლად მაშინ მეც გეტყვი რაღაცას მიდი გახსოვს სტუდენტობაში ხელსათმანები რო ქონდა ქეთი ძალიან რო გიყვარდა რო დაკარგე გახსოვს მახსოვს არა დაგიკარგავს მიპოვანია ახლა ჩემი არ დაგიკარგავს ქეთი დაგჭა ჩემთან და მე ისე მომწონდა სახში გავიკეთე 1-2 ჯერ ეს საწოლი ესე კარებთან ახლოს რატო? და სხვაგან არ ეტევა იქეთ ვიწროვდება მე ოთახი და ეს ვიწროვდება ის რა ვა ეკლესიურად ცხოვრობ? რა ვიცი ზამია ხა ხორცი და ყველი მის დღემში არ ამაქვს და ვილოცებ არ ეღავ რა ვა ლეპტოპი გაქვს? ხო ლეპტოპი კი მაქვს გიორგი მაჩუკა გიონ გაჩუკა? ვა არა და ზუსტად ეგეთ ლეპტოპი ვაჩუკე გიოს მე აი ზუსტად რა მაგარი შენ ინტერნეტი გაქვს? აღარა მაქვს არ დაიჭირა დღეს და აუ ვერ გადაიხადე და გაგითიშეს ხო? არა მეზობლისგან ვიპარავდი და ეთყობა იმან ვერ გადაიხადა ისე ორ ინტერნეტს ვიჯერ ერთს კართან ერთს ფანჯარასთან და რა უცაურია იცი კართან რომელსაც ვიჯერ ის მიჩვენებს დებარეობაში ბაგებს და ფანჯარასთან რომელსაც ვიჯერ ის წყნეთს და ტელევიზორი არა გაქვს? ტელევიზორი არა არც ვჭირდება აქ ისეთ ხელი კედლებია მეზობელი რო თავს მესმე ჩვეულებრივად ხმა და წარმოვიდგენ რომ ფერადი ტელევიზორია რა გასაგებია და გათბობა მაქვს კი ესაა გათბობა? ხო აქ შნურები ერთმანეთს ედება ხოლმე და ზამიყანიას აძლევს შენ რობერტ ისე მარტო რო ცხოვრობ არ გიჭირს რამე შინაური ცხოველი ამოგეყვანა რა ვიცი ვიფიქრე ისევე მაგაზე და ამის წინ კორპუსთან ვნახე უპატრონომში ერილეკვი იყო და შემეცოდა ჩემი თავი დავინახე ამოვიყვანე სახში სახში? მე სადაა?
არ მე იცი ლეკვისთვის საჭმელი არ მქონდა და არც ფული არ მქონდა რომ საჭმელი მეყიდა და მეზობელს მივყიდე მეთქი საჭმელს უყიდე თქო ფული რო ავიღე მე ლეკვი აღარ მყავდა და ჩემთვის ვიყიდე საჭმელი აი ახლა ძალიან რა გატირებ ლეკვია ბოლოს რობერტ მომისმინე ეხლა გიოს და თამუნას პირდაპირ მაიკო რო ცხოვრობდა ხო გახსოვს მოკლედ მაიკო ხო გადავიდა მაიკოს ბინა ქირავდება რა ეს კაცი ისევ აქირავებს ამ ბინას რა მე ვიფიქრე დავიქირავებ ამ ბინას თქო მაინც ჩემ დასთან და გიოსთან ახლოს ვიცხოვრებ თქო და წამოგინდა ერთად ვიქირავთ წარმოვიდგინე ხა 300 ლარი ხის ბინა მაგრამ მე გადავიხდი 200 ლარს შენ გადაიხადე 100 ლარი და ამ ბინაში ხო მაინც 100 ლარს იხდი და ო კაი აზრია ზამია მაგრამ მე არ გამომიშვებენ აქეთ აუ მეზობლებს უყარხარ ეგრე არა კაცო 4 თვის ფული მაქვს გადასახდელი და და ისე არ გამომიშვებ არ მოვაგვარებ მაგას არ არის პრობლემა მოვაგვარებ ხო და წავიდეთ ამას ხო აჯობებს არა ყველა ვარიანტში და კი მართალია ახლა იქ მარტო ერთი დივანი და ერთი საწოლი დგას მაგრამ დავეტევით არა უშავს რა ჯიგარი ხარ თოკო რომ დივანზე შენ წოები ხო დანის საწოლი მაინც რკინისაა და ძველი შენ კაია ტურისტი ხარ გამოსარკვევა თუ ვინ უნდა დარჩენილიყო სახლში ჩემთან, გადავწყვიტეთ რამე გვეთამაშა. დიდხანს ვიფიქრეთ თამაშის მოფიქრებაზე, ჯერ ვიფიქრეთ რომ რამე ინტელექტუალური ხომ არ გვეცადა. მერე უფრო ფიზიკურისკენ გადავიხარეთ და ბოლოს ოქროს შუალედი ვიპოვეთ. დიახ, ტუალეტობანა. მე ვარ პირველი. შენ რატო ხარ, როცა მე ვარ პირველი? აიყო, მოიცა ერთი წუთი, გეფსია თუ რატო გეჩქარება ტუალეტობანა თამაში. ისეთ თამაში, როგორც ტუალეტობანა, გარდა ფიზიკური და გონებრივი მომზადებისა, საჭიროა ფორტუნაც შენს მხარეს იყოს. და დღეს მე გამიმართლა. ხედავ რა ჩაგიტარე დღეიდან ტუალეტობანას ლომს დამიძახებთ გაიგე ანიკოს არ დამიძახოთ მადლობა მოკლედ რა შენი შესაძლებლობები ამოუწრავია ძმაო რა უდაოდ ტუალეტობანა გინდა ნესტოების ბერვა გინდა რატომაც სხვა არაფერი არ მოხსენდება დამცინე მამუკა დღეს მარტო რო გავიშხლართები ამ საწოლში მე ნახავ აბა 15 წუთს გაძლევთ გასამგზავრებლად და წასასვლელად ყოველ გადაცილებულ წუთზე თითო პანგური დაგერიცხებათ აი ნაცვალეთ როგორ სტატურად ითამაშეთ თითებო მე ისოდი შენ თუ ესეთი მაგარი ვიყავი ამ თამაში ლომი ბიჭო ლეგენდა ტუალეტობანას რომ ზოგადად არ გითამაშები მართლა თან იცი რა არის ეხა ერთიურად უფრო მიმძიმს ესეთი ბუმბერაზე ადამიანის სახლის დატოვება ხვდები მესმის ნიკა მესმის ხო თანადექი თან ჩაალაგე თუ გინდა შენ ბარკსაც ვეთამაშები გაგდებაზე გინდა ვეთამაშო ისაც იმდენ რაღაცა მოვათრიო შენ მაგის წამღები არ ხარ კარგი რა ზურა რა ეს აი იგივეა რო აი ნოის კიდობანში რო ყავდა ცხოველები გადაიყარა ისინი კიდობანში რო ყავდა ცხოველები გადაყარა რა ცხოველები გადაყარა რა გადაყარა და ემბე მიკუტა და ჟოზო შენ გავდა ისე არ მოგენატრებით მაინც ან არ გახსოვს როგორ ბედნიერად ცხოვრობდით ამ სახლში ყველანი ერთად საყვარელო მოვედი მამუკანადროულად მოხვედი ერთად ვივახშმოთ თან ალუბლის ღვეზელი გამოვაცხედეს ერთად მე ერთად მოვიტანე ზურა დაიბანე ხელები და მოდი რასუნი ტრიალებს ახლა უკვე ჩვენი საყვარელი სერიალიც იწყება არა და ყველაფერი პირიქით იყო მოვედით არა არა პერი მოიწვა მომეცე ახლა და ჩემია რატო შენ ვიტო ჩემია აი შენ ვიტო ხო კაი ხო და აშობით არ ჭამოთ რამე არა
მიდი, მოემზადეთ, მიდი. უფ, რა კარგია, სადაც მინდა დავწვევი, რასაც მინდა შევჭამ. იქ 4 დღის წინანდელი ლობიო გინდა? არა. აბა რასაც გენებას ვერ შეჭამ, მარტო ეგ გვაქვს. არ მაინტერესებს. აი მე თუ დავტოვე ისეთ ჩაშუშულს გავაკეთე. მე რომ მიყვარს ხახვები. რა რიცხვია დღეს? 7. აზურო, ჩემი ხო? დღეს იქნება ჩემი სახლის დამოუკიდებლობის დღე. ყოველ დღე აღნიშნავ ამ დღეს. აი ეს. რა გრძნობა ახლა? როცა თავისუფალი ხარ და ოფიციალურად შეგიძლია დაიწყო კაცების კერვა. მითხარი? აუ, თამუნა. მითხარი? მინდა რაღაც გაჩვენო? მიდი. თითს აღარ მიკეთია, ბეჭედი მავნაღე გულზე გავიკეთე. ვაი, გიყვარს შენ? გონი კი არა სისულელე გავაკეთე და მე ისე მიყვარს გიო. მოდი სიყვარულს გავმარჯოს. მოდი. დალია. აღარაფრის გემრო აღარ აქვს. არა. თამუნა. კიდე რაღაც უნდა გითხრა. მიდი. მე ვიცოდი რომ ის გოგო მაიკოა. ის გოგო რა გიომისთანაც გიღალატა. რა? აბა სურა ბიჭო, მე შენიც მამარ სახლიდან როგორ მაგდე ბიჭო? ის მეც რა გახსოვს, გავგაზრიოზე. ბამ. დიდა. ყველა იბრაგუნე უცხელს მაინც გაგაგდები. მიდი. სურა ინენი ვიცოდე. მიბრძანდით. თამუნამ სახლიდან გამომაგდო ბიჭო. აჰა. არა, აქ რჩევი. მაიცა, ეს თურჩება მე. სურა, ესენი თურჩებენ, რა უნდა დავჭერ. მეც ერთი წუთით. არც ერთს არ გტოვებ. არც თუ გესმის. დავრჩებით ბიჭო, რას გიგავაგებ. კარგი. მაშინ რამე ვითამაშოთ? ვიდა ტუალეტობანა? არა. ერთი ხელით ვითამაშე. არა. ჯეირანი ვითამაშოთ. ჯეირანი. რატომ უნდა ვითამაშოთ? მოგეთ. აბა. ჯეირანი. აბა სიმაღლის მიხედვით ნაბიჯი გია. მეც ახლა რა გამოდის, ახლა ჩვენ ესე ყველა უნდა წავიდეთ და ეს უნდა დარჩეს, ა? ვიცი რა. დავიკიდოთ ამის მოგება და დავრჩეთ კაც. ჩვენი რეაზრი. მართალი. ვაიცა, ნამუსი არ გაქვთ, მაგრამ ვერ ხვდებით რომ 4 კაცი ამ სახში ვერ დავეტევით. წინასწარ გეტყვით როგორი ღამე გველოდება. აუ, ადექით რა. რა ჩვენ გვეძინება. ჩვენი ჯერია დაგვაწვინეთ, ეხა ადექით რა ზო. დროზე ადექი. მოიმე. რა გინდათ ხალხო, რა გინდათ? რატო არ მათი ცხოვრებას განაცხელი ბარგიანად გადიაკეთ? ყველას ხო გაქვთ თქვენი სახლი. რატო არ მიდიხართ იქ, ჰა? რატო არ მიდიხართ იქ? რატო გადამეკი? Ничего? რა იყო ხა? რა იყო, რა ხშის, რაც აიგითხა ბიჭო ასეთი. რა იყო, მართლა ვისი SMS-ია ეგეთი? ვიცი. უეჭველი საცურების ფაზაკლებაზე მოვიდა მესიჯი რა. ეგეთი რეაქცია მაქვს ხოლმე ხო?
რაღაცა სხვა რამე შესაქმე, რა ხდება ბიჭო? ზური. რა ხდებოდა? შეგიძლიათ დარჩეთ? სადაც გინდათ დაწექით? და შეწახვა? არა. მე რამე გემრიელს გავაკეთებ და ერთად ვიმახშმოთ. მოდით. რეი, ნახე. კეთი. მიყვარხარ. კეთი მიყვარხარო, გაიგე? ორი ბოთლი. უკაცრავად. და მოკლედ თან საშინელ პირობებში ცხოვრობს რა, ხო ხვდები? აი საშინელ პირობებში რა. მე ვთხარი რომ არაა პრობლემა, ეხლა მე მაინც ხო ვკირავებ მეთქი მაიკოს ბინას თქო რა და შენც გადმოდი ჩემთან თქო, გავიყოთ თქო რა, თან მოვატყუე რა. 300 ლარად კირავდება მეთქი და 100 შენ გადაიხდი, 200 მე გადავიხდი მეთქი რა. მოვატყუე, იმიტომ რომ სიამბლეში 500 ლარი ღირს, გესმის? ანუ 100 ის გადაიხდის და 400 მე რა. ჯუმად მეთქი რა. უკაცრავად. აი, მოკლედ წავედი მე რა, ბინის სანახავად მივდივარ და ეხლავე და მოკლედ გადმოგირეკავ მე, კაი, გადმოგირეკავ. ბიჭო, რა ჩუმად ვლაპარაკობდა, როგორ ესმით ვერ გავიგე. როგორ და ძალიან თხელი გადლებია და ხმა საერთოდ არ იკავებ. ჩუმად რა. რა. განიცემე ხა თუ მოვედი.